შეხვედრა ჟურნალისტებთან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჟურნალისტ მედიის კითხვებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ უდიშარიამ თავად უპასუხა. უწყების ხელმძღვანელმა პრესის წარმომადგენლებს სამინისტრო საქმიანობა პრიორიტეტები გააცნეს. მინისტრმა ისაუბრა დაგეგმილი და უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ჟურნალისტების კითხვები ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეეხებოდა. მინისტრმა იშხანზე მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმების ახალი ვარიანტი ხელმოწერილი პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ არაა. მაშინ, როდესაც შენიშვნების შესახებ ოფიციალური წერილი სამინისტროს ადმინისტრაციიდან დღემდე არ მიუღია. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მაშინ ჩვენ სამწუხაროდ ხოლო ტელეგადაცემებიდან თუ გებულობდით, რომ თქვათ არ მოწონდათ რაბათთან დაკავშირებული ჩვენი შენიშვნები, ჩვენი არა უფრო სწორედ თურქეთის სპეციალისტების და მათი შენიშვნები, მეტი წერილობით ჩვენ სამწუხაროდ არ მიგვიღიათ, იმიტომ რომ ეგ არის ხელშეკრულების პროექტი, მასაც აქვს რამდენიმე პუნქტი და თქვა და შეძლოთ ამ პუნქტების მიხედვით ჩამოეყალიბებინა თუ რა შენიშვნები ჰქონდათ და ეს უნდა მიგვიღო აუცილებლად წერილობით.